წარმოვიდგინეთ 1973 წელი. დრო როცა არ არსებობს არც ლამაზი მოტოსახელოსნოები, არც Google Map-ი, არც GPS-ი, არც ტელეფონი. და წარმოვიდგინეთ ადამიანი, რომელიც ამ სამყაროში გადაწყვეტს, რომ დაждდეს თავის მოტოციკლებზე და მთელი მსოფლიო შემოიაროს. ეს არის ტედ საიმონის ისტორია. ტედი იყო ბრიტანელი ჟურნალისტი. ერთ დღეს იგი მიხვდა, რომ დაეღალა სხვისი ისტორიების წერით და გადაწყვიტა თავის თავზე დაეწერა ერთი დიდი და საინტერესო ისტორია. და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც იმ დროინდელ სამყაროში სიგიჟეს გავდა. გაეყიდა თითქმის ყველაფერი. ჩაელაგებინა რამოდენიმე ჩანთა, საბეჭდი მანქანა, ფოტოაპარატი. დამჯდარიყო თავის მოტოციკლებზე და თავისი თვალით ენახა მთელი მსოფლიო. მან ეს ყველაფერი გადაწყვიტა ლეგენდარულ ტრიუმფ ტაიგერით შეესრულებინა. მისი მიზანი არ იყო არც რბოლა და არც რაიმე რეკორდის დამყარება. მას უბრალოდ სურდა მთელი მსოფლიო საკუთარი თვალით ენახა. 1973 წელს იგი ტოვებს ლონდონს და იწყებს მის 4 წლიან მოგზაურობას. პირველივე დღეებიდანვე ყველაფერი მარტივი არ ყოფილა. შევეცდები რამოდენიმე ფაქტი მოგიყვეთ მისი გზიდან. ერთხელ აფრიკაში მას საწავი გაუთავდა. ადგილზე, სადაც ასობით კილომეტრში არაფერი სულიერი არ ბინადრობდა. იგი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იდგა იქ გაჩერებული და როცა ბოლო იმედიც კი გადაწურული იყო, მაშინ გამოჩნდნენ სხვა მოგზაურები, რომლებმაც მას უწილადეს ბენზინი და მაშინ ტედმა გაანალიზა და შემდეგ თავის წიგნში იხსენებს, რომ ისეთმა ადამიანმა შეიძლება შენი სიცოცხლე გადაარჩინოსო, რომელსაც 5 წუთიც კი არ არის რაც იცნობო. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. შემდეგ იყო მისი სამხრეთ ამერიკის ისტორია, როცა იგი გაძარცვეს, წაართვეს აბსოლუტურად ყველაფერი, ყველა ნივთი, ყველა საჭმელი, ფული. აქაც ყველა იმედი გადაწურული იყო, მაგრამ იქაურმა მოსახლეობამ ის შეიფარა და ეხმარნენ, შეუგროვეს თანხა და ტედმა იქაც კი განაგრძო მოგზაურობა. ასევე ჰიმალაების ისტორია, როცა იგი ძალიან დიდ შტორმში მოყვა და თითქმის გაიყინა, მაგრამ იქაც კეთილმა ხალხმა მონასტერში შეიფარა და ასე გადარჩა ტედი. ასევე ირანის ისტორია. ის ირანში იმ პერიოდში მოხდა, როცა იქ ძალიან მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა იყო. და ერთ-ერთი გაჩერებისას იგი დააკავეს, რადგან ეჭვი შეიპარეს მის უბრალოდ მოგზაურობაში. ტედი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, მაგრამ იქაც რაღაცნაირად გადარჩა და მაინც განაგრძო თავის მოგზაურობა. 4 წლის შემდეგ 1977 წელს ტედი დაბრუნდა ლონდონში. დააღლილი, შეცვლილი, მაგრამ ცოცხალი და თან ძალიან ძლიერი გამოცდილებით. მან დაწერა წიგნი Jupiter's Travel, რომელიც დღემდე მოტომოგზაურობის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო წიგნად ითვლება. მაგრამ ყველაზე საინტერესო ნაწილი აქ არ მთავრდება წლების შემდეგ, როცა ტედი თითქმის 70 წლის იყო, მან თავიდან გააკეთა იგივე. დაждდა მოტოციკლებზე და მეორეჯერ იმოგზაურა მთელი მსოფლიოს გარშემო. ეს არ არის უბრალოდ მოგზაურობა. ეს არის ისტორია ადამიანზე, რომელმაც დაამტკიცა, რომ თავისუფლება იწყება მაშინ, როცა შიშს ივიწყებ. და ზოგჯერ ყველაზე დიდი გზა ყველაზე პატარა ნაბიჯით იწყება. ან უბრალოდ მოტოციკლეთის დაქოქვით.